მოგესალმებით, თქვენ უყურებთ FaceTime-ს. მე ირაკლი ყურაშვილი ვარ. დღეს მსახიობ ასმას ტაბლაძის ძალიან საინტერესო ინტერვიუს წარმოგიდგენთ. მოგესალმებით, ქალბატონო ასმა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან მადლობა, რომ მომიწვიეთ და გამომიცხადეთ. დობაზე სიყვარული. თქვენი ყველა ინტერვიუ საზოგადოებაში იწვევს ძალიან დიდი ინტერესს. როგორ ახერხებთ ამას? იცით რა, მე ვარ მართალი, ესე ფიქრობ მე ჩემ თავზე და სხვა რას ფიქრობთ არ ვიცი. ესე ვიცით ქართველებმა ალალი ძალიან ლამაზი სიტყვა. მე ვფიქრობ რომ მე ალალი ვარ და ყოველთვის საუბრობ და ვამბობ სიმართლეს. და სიმართლეს ძალიან დიდი ძალა აქვს. ბიზნესის თვალსაზრისით ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, რომ ბაბუა თქვენიც იყო ბიზნესმენი, მის კვალს გახდებით. მუშაობდა მასში ბანკში მთავარ კასირად. აქ უკვე ბიზნესი აღარ იყო, ბანკში მთავარ კასირად. და იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიჭირეს 39 წელს პოლიტიკური პატიმარი იყო, ვითომ სტალინზე თქვა რაღაც სურათი მიაბურნეთ თუ რაღაცა ეს იყო, როგორც ხდებოდა ყველა მიცით, ამის მოყოლა არ არის საჭირო და 9 წლის მერე რომ გამოვიდა ციხიდან, მას უფლება არ ჰქონდა არანაირი. არც არჩევნებში მიღების უფლება, არც სამსახურის უფლება, საერთოდ უფლება ჩამორთმეული იყო, როგორც პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკურად დევნილი. და შემდეგ 56 წელს შესაძლოა ერთი პლუსი ჰქონდა ხრუშჩოვს, რეაბილიტაციების წამადია ამ ადამიანებს. და როდესაც უჭირდა ოჯახის ჩენა უნდოდა, მან გადაწყვიტა რომ კერვა დაეწყო. და დაიწყო კერვა და კერავდა სამხედრო შინელებს. სამხედრო კიტელი დუშეთში იყო სამხედრო ნაწილი. და არაჩვეულებრივად კარგად გამოსდიოდა. მეც რომ გამიჭირდა, მეც კერავდი, ქსოვდი. და ვარჩენდი ჩემ ოჯახს, ვამატებდი და მსახიობი გავხდით. ისე კი არ ვიყავი სახში ვიჯექი და რა. და ერთი პერიოდი ქუდებს და შარფებს ქსოვდი. ძალიან ლამაზებს და თამისი ჩქარა გასული სპექტაკლი რო ქონდა თქვა საგარეჯოში, წასვლისა და ჩამოსვლისას ავტობუსში ორი ქუდი და მზად ქონდა. და სესილია და ყველა მეხმარებული სესილება წაიღო თავის თავზე და დამეხმაროს. მაშინ ქირი ცხოვრობდი და ქირი გადასახადი მჭირდებოდა. და დამეხმაროს და შემიკვეთა და მწვანე 2, შავი 2 და ასე შემდეგ. და თავის ძალს ნათესავებს გაატანდა და ასე არ იყო მაშინ საშუალება მაღაზიაში ჩაბარების ან რაღაც და ესეთ ახლობლებში ყიდით ამას. ბიზნეს საქმიანობის შესახებ მინდა გკითხოთ, პირველი იდეა როდის გაჩნდა, რომ უნდა გავიკეთებინათ? პირველი იდეა იცით რა უნდა გამეკეთებინა, როდესაც 7 ლარი მქონდა ხელფასი თეატრში. ახლობელმა მისჩია რომ წავიდეთ სადღაც საზღვარგარეთ და ჩამოვიტანოთ რაღაც და ჩავდო და წავედი, ჩამოვიტანო, ჩავაბარ. ეს უკვე ბიზნესი იყო. და მე აი ამას ერთხელ ორჯერ რაღაცა და მე ვიღაცამ მითხრა რომ მოდი მე მას ვიზა მე გაგეხმარები და ამაში იმდა შევეცოდი მსახიობის აწახვიდე წამოხვიდე და თვითონ ეს ჩემი რაღაცა ნაშოვნი რო იტყვია თანხა გადავაბარე, გადაიბარა და თვითონ უკვე მეხმარებოდი. მე მეგობარმა შემომთავაზა ბარი. ცოტა მე ვხამშა ვიქე ბარში რა უნდა გავაკეთო. იცით ვერ ხვდები დასაწყისში. მე დავფიქრდი რომ იქნებ ჯობია, იმიტომ რომ ეს სადღაც წადი წამოდი ცოტა რთული იყო, კი არა ძალიან. მე უცბად თავდება ეს რაღაც აღარავის არ ჭირდება ის. მე რაღაც ახალი იწყება და აი ესე თართული იყო თეატრში ხარ სპექტაკლი გაქვს და რეპეტიცია გაქვს, რაღაცა გაქვს და ამას რო ვფიქრობ საჭმელი რა ვაჭამ ოჯახში იქიდან რა მოვიტანო, რა გავაკეთე, ძალიან რთული პერიოდი იყო. რო გადავიყო გასტროლებზე ვიყავით იაპონიაში 91 წელს. და იქ მკითხეს ხელფასი რა გაქვთო და მაშინ დოლარზე რო გადაგვეყანა 5 დოლარი იყო ერთი თვის ხელფასი და მე ვთხარი 5 დოლარი ოი საათში 5 დოლარი მეტი არის მათი ფიქრეს რომ საათში გვაქვს 5 დოლარი და რამდენ საათს მუშაობთ მე ვთხარი ნუ დილით 4 საათი რეპეტიცია და საღამო სპექტაკლი 3 ან 4 საათი 7 საათი 35 დოლარი მეტი არა დღეშიო დღეში არა და საათშიც არა. როგორღაც აუხსენთ, ვერ ხვდებოდა. უთანგვნეთ, ასე უთხარით და ვერაფრით ვერ მიხვდა, რას ნიშნავს 5 დოლარი ხელფასი. აი ხა, ჩვენ რო ბარი გავაკეთეთ, მაშინ ძალიან ცოტა იყო და საუკეთესო ბარია. იცით ყველა ალბათ, საუკეთესო ბარია და
მართლაც ისე რიგი იდგა რომ რეკავდნენ დღეს მოვაყავთ ხალმოვთ ასე. ეხა იმდენი გაკეთე ესე აღარ არის ეს რიგი არ დგას, მაგრამ მაინც ვინც მოდის უცხოელი თუ ჩვენიანი, ეს სხვა ბანია. ეს ძალიან მიყვარს. მაინც ეს კარგი გამოვიდა, იცით? ბევრი შრომა დაგჭირდა ბრენდის შექმნაში. ძალიან ისიც შრომაც და ისიც ფიქრიც. აი სულ ფიქრობთ, ეხლა რა მოუხდება, ეხლა რა იქნება, ეხლა როგორ გავაკეთილშობილოთ, უფრო ლამაზი გავხადოთ, ეხლა რა აქცია ჩავატაროთ და ამას ყოველთვის უნდა აუცილებლად უნდა მეყვეყავო. მეორე არის თუ სხვანაირია. ის არის უფრო იცით როგორ უფრო აი ძალიან როიტყვიან აი ფილიგრანული აი ძალიან ლამაზად რო ჩასვავთ თლებს აი ეს სხვანაირია. ამბობთ რომ ბავშვობაში იყავით საოცარი პატრიოტი. ძალიან გააპროტესტეთ, როდესაც დაგიბერეს რომ რუსულ სკოლაში შეეყვანეთ. ეს მინდა რომ მოყვეთ. 5 წლის ბავშვი რო გეტყვის. მე რუსულ სკოლაში არ შევარ, იმიტომ რომ ქართველი ვარ და ქართული სკოლაში მინდა შევიდე, მე თვითონ მიყვირს ეს რატომ მქონდა ასეთი ძალიან გამძაფრებული. პირველად იყავით მეოთხე კლასში, როდესაც სცენასთან მქონდათ შეხება. მოგვიყავით ეს ისტორია. ერთი იყო ესეთი რომ აირჩიეს ბავშვები ცეკვისთვის. და მე არ დამაყენეს იქ არ ამისჩიეს. იქ ხარა მომიღე, დამაყარები ყავი და სახში ძალიან მაგრა ვიტირე რომ მე ვიცი შემიძლია ცეკვა და რატო არ მაცეკვია. ნუ დედაჩემ ძალიან შევეცოდი და უთხრა უკან დააყენეთ სადღაცო და იქნება რაღაცა მოახერხოს და დამაყენეს უგან და მე სულ მაცეკვეს იმიტომ აღმოჩნდა ყველაზე კარგი ცეკვავდი. ვიგძები რომ უნდა გავაკეთებინა და მაცეკვეს ეს ეტიუდივით იყო რომ გერმანელი მას გოგონებს გერმანელები გოგონებს როგორ აი ზოია კოსმოდემიასკაია და ზოია რუხაძე იყო მაშინ ეს ცნობილი რომ ძალიან აწამეს და აი ესეთი წამების სცენა იყო და არჩევდნენ გერმანელს ვინმეს რომელსაც ეს ვერ არჩიეს ერთ-ერთი ბავშვი მე ეს ღია ფერის თვალებით კერათმებით რაღაცა და ხმა ყოველთვის მქონდა ესეთი დამწგარი ხმა და მე ამარჩიე ჰიტლერის როლში ბიჭის ფორმა ჩამაცვეს ბიჭის მას და გაუკეთეს ვასიკა და მიყავი და უნდა გამერხა იმისთვის ზოიასთვის და ეს ცოტა ის არის ჩემთვის რთული იყო რომ გამერხა ბუნებით არა ვარ ის რომელიც თან უნდა გამამწაროს ხო და ეს მოკლედ ეს მათამაშეს ჰიტლერი ერთი წამოვარდი გადაღება მაქვს ალმატაში რანდუკოვი იყო ესეთი არაჩვეულებრივი მსახიობი გადახსენებთ ეხლა აფონია ნანახი გექნებათ აფონია და რომელი რო ეუბნება ეს არის შესანიშნავი მსახიობი თამაშობს ჩემ ქმარს და ვიეჭვიანი რა სცენა ესეთი ალმატის ფილმში და ზეთის პროვინცია და და გააყალ მითხრე და ისე მიყვარს ეს მსახიობი და კაცო კალმა გააყავს რაღაცა როგორც ასმათი ვერ ვაკეთებ ამას თორე როლში საჭიროა მე რაღაცა შევცვალო ხანაირი ეჭვიანობის სცენა გავაკეთებ და ეს გიხდა რანდუკოვი რომ მე როგორც ქართველ ხალხს ბიჭის ეს ახლა რუსები ისე უთხრაპუნებენ ერთმანეთს ცოლი ქმარი რომ ვერ გაიგებ რომელი ქმარია რომელი ცოლია რომელმა უნდა დაარქვათ არც ერთი და მომიტრიალე სუკა მეუბნება სუკა მითხარა რომ გავაკეთე და თუ გამოდიები რომ გავაკეთე იმის თანადა მოხარწყება შეიძლება კარგად ხუთი ტიპი გონდა ტიპი მოდ მე მივხვდი რომ სპეციალურად გააკეთა არა რა სამბობს ეს კაცი როგორ მიბედავს ვიფიქრე და აი ესეთი სცენაც იყო ესეთი მარჯანიშვილის თეატრი და პირველი სამუშაო დღე მინდა გაიხსენოთ. მარჯანიშვილის თეატრში ესე იგი რეკომენდაცია ჩემი თეატრში მისთვის იყო ინსტიტუტიდან რექტორის და პრორექტორის. თითქმის ყველა პიესაში დამაკავეს და ვიღავი ჯერ უშტატო მსახიობი. დასაწყისში ესე იყო ხოლმე უშტატოდ მიიღებს შეხედავდნენ რომ როგორ მოერგო თეატრს, როგორ მოერგო და მე სტატში აღავდათ, როდესაც საშუალება იყო. და შტატიან მსახიობებს დასაწყისში 90 მანეთი ჰქონდათ ხელფასი და უშტატებს გამოსვლაზე ჰქონდა აღარ მახსოვს 5 მანეთი თუ რაღაც ესეთი იყო. ერთი თვე გავიდა, ორი თვე, სამი თვე და ის დირექტორები, სამი დირექტორია თეატრში, ერთი ისეთი თეატრის დირექტორი, ერთი სამხატვრო და მეორე ტექნიკური. აი სამხატვრო მხაზით ვინც იყო და ვინც ამოწმებდა ამას მეინე რა, ამოვიდა თუ და ის არა მიიღე შტატში ეს ტრაბლადე, წაიღო ჩვენი ფული.
მინდა რომ მაყურებელს მოვყვეთ რა გახდა მიზეზი თქვენი წასვლის მარჯანიშვილის თეატრით. ამბიცია ადამიანის, რომელიც არ არის საუბედუროდ და სხვისი კარნახით, რომელიც ითონთვა. ცუდი საქმე მოხდა ძალიან, იცით რა, შიდა დინებები იყო ისეთი. ჩემი პირადი მიზეზი ესე ამიხსნა თვითონ. რომ მე არ მივეცი ხმა, როდესაც უნდა ერჩიათხემი მომენტის ერთი. მეორე ის რომ გძელიანა მაქვს. რომ იმ წუთში თქვი რომ ეს ამის გაკეთება არ შეიძლება, არაფრით არ გაგიტყრებაზე რომ ითქვა, ჯერ ითქვა რომ ამირჩიეთ იმიტომ რომ მე უნდა დაგიცვათ და ოპერაში რომ გამოაყრა ეს განცხადება რომ აღარ უნდა ხალხი გაუშვეს მსახიობები თეატრში და მე წამოვხდი და თქვენ ხო თქვით რომ ესე ვერ მოვითმინე ეს ტყუილი და მე ითხრა რომ ჩვენ ყოფილიყავი აქ იქნებოდიო რომ ხეთ ძალიან ცუდი მეც და სხვაც იმიტომ რომ მე არ გავჩერდები და კიდე ბოლოს მითხრა რომ შენ რომ არ ყოფილიყავი ამას ვერამი ვერ გაიგებდა შენ რომ არ გამიშვი მეორე დღეს გავაკეთე აქცია თეატრის წინ აქციაზე მოვიდა CNN BBC, Reuters, ORT, კიდე ვიცი იყო რუსეთ სახები, სულ ჩვენები ხო სულ. მთელი მსოფლიოს სახები გადასცემდნენ იმას, რომ მსახიობები გაუშვეს თეატრიდან და რომ გააპროტესტეს ეს მსახიობებმა და მოხდა ეს და ეს. ამაზე გაცობდა ყველა. ესეთი რაღაცა და იმ პერიოდში არ იყო ამის გაკეთება საჭირო. პირველები ჩვენ ვიყავით ეს რომ გააკეთეთ. მერე დაიწყეს იქ განთავისუფლეს, იქ გაუშვეს, იქ რაღაცა და მე ვთხარი მე ამას ბოლომდე მივიდი არ გავჩერდები. 9 პროცესი მოვიგე სასამართლოში. მოვიგებდი ისინი გილეთავით. აი სამართლო ამბავი. ხალი მოდის შენს გიკიცებს სიმართლეს. და სამი კაცი დაგვიხართ სასამართლოში ამის წინააღმდეგ. ძალიან სამართლო ამბავი. ერთად ინტერვიუში წერდნენ რომ ეს იყო ქალური შური თქვენს მიმართ. თქვენ ამას ადასტურებთ? მთელი ჩვენი ქალბატონები რომ ძალიან კაი ქალბატონები იყვნენ სხვათა შორის მედია ბიბილეიშვილი ნიჭიერი და თავარ როლებს თამაშობდა და შედაც და აი ესეთი თითქოს აი ადამიანა თავის გარშემო ჩამოიშვერა ყველა და დადგა პრიმატ. აი ესეთი რაღაცა მოხდა. დღემდე არ გაქვთ ურთიერთობა გორანდა გაბონიასთან? არ უცდია მას თქვენთან ურთიერთობას და პირველად რომ მოხდა ეს ამბები, ერთი დასაწყისში რომ იყო ეს ყველაფერი ერთი პერიოდი თითქოს ორივე მხარე მეცადეთ რომ მაგრამ მე ესეთ შერიგებას ვაპირებდი რომ ყველა უნდა დამოუკიდებულიყო. ის რომ მე დავბრუნდი და ამიტომ შევრიგდი და ამიტომ ფასაღამები და ამას ვერ გავაკეთებდი. მერე იყო ისეთი რაღაცები იყო იქ კიდე ცოტა მახინაციები არასწორი თეატრში და იმის გამო ისის გამომჟღავნები და ამ დროს ოდესაც შეელაპარაკო და მოდის და გაწუხებს რაღაცას თვითონ მასრობელი. როდესაც ხედავენ რომ შენ ამამად გადიხარ ამას ამ არენაზე და არ ჩერდები ამ დროს ყველა ცდილობს თავის სათქმელი რომელმე შენ გათქმელი მე ვამბობდი ყველაფერს რაც სიმართლე იყო ამოწმე. იყო პერიოდი შემომვითავს ოღონდ გაჩერდი და რაც გინდა როლი გინდა თან რაც გინდა თქვი რამდენი და რა გინდა თანამდებობა როლი სარისა ხელფასი მე ვთხარი ყველა არა რატომ სხვა თეატრები და გიო და გმურანდა ის იყო ჩემი თეატრი მაგაზია სხვათა შორის ძალიან მე მომბრძანდებოდა მე უფრო ვიყავი თეატრში და ის იყო იქ უნდა ყოფილიყო რადგან ეგენი იყვნენ მე არ მივედი. მინდა გაიხსენოთ სესილია თაყაიშვილის და თქვენი მეგობრობის შესახებ. როდის დაიწყო? როგორც ვიცი მეზობლები იყავთ. მეზობლები. მე უკვე მსახიობი ვარ მარჯანიშვილის თეატრში, 2 წლის მისული ვარ თეატრში და 73 იყო, 72, 70-ში მივედი მარჯანიშვილის 72 წელში. იმ მეზობლად ვთხოვდი სესილიასი და კაიგო ხარ მითხრე მარჯანიშვილში ხარ ხო დიახ ალბათ სესილია. გადმოდი ჩემთან და წამოყვანა თავისთან საერთოდ. აღარ არის თამაშობ როგორ თამაშობ და დამიწყვალე მე ისეთი ის ვიყავი იმ წუთას რომ ფიქრობ სესილია თაყაიშვილმა თავის სახლში მიმიყვანა და რაღაცას მელაპარაკება და მე მეორე დღეს მითხრა რომ ხვალ რეპეტიცია რომ მოხდა გამოდი ჩემთან და მომიყევი აი ესე დაიწყო და არაჩვეულები დავმეგობრდი კარებს გასწავლებდი პირველ საათზე მე უნდა შევიდროს ხო მაგ გაიგულძო ზარი რო დავეკო ხო მაშინ მობილიანი იყო დავეკო და უთხრა და გარები ღია იყო მივიდოდი შევიდოდი ვიჯექი მოუყვებოდი იმას იმან თქვა ზოგი ზერმეთ ზოგი ნაკლები ზოგი იუმორში კარგად ვიცინებდით ისიც რაღაცას მეტყოდე და მე წავიდოდი სახში ახლა დამირეკავდა 2 საათზე 3 საათზე და ჭორაობით კიდე სახში და რაღაცა ძალიან არაჩვეულებრივი ვერ იგრძნობდი რომ ის უფროსია
წერილი ვიპოვე ამას წინათ, ჩიმადა მიპოვდა და წერია, რომ სამამტყოფოში წერს სესილე და იქიდან წერს წერილს. გათხოვილი არ აქვს, შვილი არ აქვს და წერს წერილს, უნდა რომ გაგთხოვდე, უნდა რომ შვილი მყავდეს და ამას განიცდის და ბეძებეო შენთვის საქმრობელწოლიანი აღმოჩნდა. ეს იმოლისტი. აქ საწყალი გოგოები ყველა გასათხოვებია და ვიდაგვაცდის რამე რო იყოს ჩვენ ვინაგვაცდის ვარ. ამ წერილს წერს და ბოლოში წერს რომ გეხვეწებიო, ნუ რაღაცას კიდე და გეხვეწებიო, ჩემებს მიხედე და მიდი ჩემებთან. დამურეკე მე რომ აი ესეთ სიტუაცია მე წერილი ვიყო და გავგიჟდი რა წერილი, აი ამას რო ვთხოვდი. და ნატა მიგვირა ჩვენ რაღაც პრობლემა გვაქვს და შენ ამიო, შენ უნდა გადაგვიწყვიტო და შენ ამერიკაში მეგონა ნუთხარი სესილა მიქიდან ვიკარნახა, ესე იგი 81 წელში დაწერილი წერილი, რომელიც ამ ხნის მანძილზე არ გვინახავს. ის პრობლემა იმ საათებში გადავწყვიტე. თქვენი სიყვარულის ისტორიაზე არ გიყვართ საუბარი, თუმცა მე პირდაპირ მინდა გკითხოთ, ბევრჯერ უყვარდათ ასმათ ყაბლაძე? სამჯერ მე მქონდა ამას სიყვარული. მაგრამ ერთი დამთავრდა ცუდად. ავარიით და გარდაცვალებით. პირველი. პაკლონიკების საწინააღმდეგო თაყვანისცემლები ამბობთ რომ სულ ცოლშვილიანი კაცი ძალიან ბევრი. ეხლა რა არის ისიც მე დავფიქრდი რატო ხდებოდა ეს. ის პერიოდი, როდესაც უცოლოები იყვნენ ჩემს გვერდით, იმ პერიოდში მე მაინც ვცდილობდი ყოველთვის ასხლეტას თითქმის ყოველთვის და ყველა შეირთო ცოლი. დარჩა მე ის ასაკი, როდესაც უცოლოები უმცროსები არიან. უმცროსები მაინც ჩემთვის მისაღები არ იყო, ჩემზე უმცროსი, როგორც არ მოხდებული. ჩემი ტოლი და ცოტა ჩემზე უფროსი უკვე ცოლიანი იყო და დარჩა ის ყველა ცოლიანი თავაზობს სიყვარულს და მე ვერ ეძებოდი ამას არ ვიყავი ის ქალბატონი რომელიც ოჯახს დაანგრევს და არც გამიკეთებია. თამარ ყაბლაძეზე მინდა გკითხოთ, კაცრი დედა ხართ? იცით რა არის, აი ხა ჩემი შვილი უფრო კაცრი დედა მე მგონი ვიდრე მე რო ვიყავ. თვითონ იყო ისეთი ბავშვი რომ მაინც დიდ სიმკაცრეს არ იმსახურებდა და მე ვიცოდი რომ მოფერებით ჩემ შვილს ყველაფერზე ვითამბებდი. და თუ დაუყირებდი, ისიც დამუყირებდა ხოლმე და გავანები ამ დაყირებას თავი. და ყოველთვის ცდილობდი ეს ჩავიხუტებდი და ყურში ვეთყოდი რაღაცას და არასოდეს არ ყოფილა ან საზოგადოებაში, ან სადმე რომ შენიშვნა დამჭირებოდა მისთვის. მინდა რომ პოლიტიკური კარიერაც გავიხსენოთ თქვენი დღეს ხომ არ ნანოთ თქვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც თავის დროზე მიიღეთ? არასოდეს არ უნდა იმიტომ რომ მე ჩემი აზრი პოლიტიკასთან ყოველთვის მოგე მიმაჩნია სწორი ვარ. მე დარწმუნებული ვარ რომ დედაქალაქი ხარს დაუჭერს ქალბატონ ასმათის კანდიდატურას, რადგანაც თბილისი და ქალბატონი ასმათი არიან გულიგულ, გადაბმული, უხილავი და ხილული ძაფები. ხალხი თუ ამიჩევს, მე ყოველთვის ხალხის სამსახურში ვიქნები. ყოველთვის ღია იქნება და დრო იქნება ჩემთან მოსვლის. ჩემთან თქმის იმისი თუ ვის რა უჭირს და დახმარების. არავისი, იცით, არასოდეს ვიღაცის ტილო არის ხო ვიღაცა. იმის მე არასოდეს არ ყოფილა. იმიტომ კი არა რომ თქვა, ყველას ვთვლი რომ არავის ღირსი არ არის იმისი, მე ვთვლი რომ არ შეიძლება ადამიანი იყოს ვიღაცა გააფანატოს და რაღაცა რა არის, ყველას აქვს შეცდომები. შეუცდომელი არავინ არ არის, მე არც მეფე, არც პრეზიდენტი, არც არავინ და რატო უნდა ვიყო მე მის შეცდომა უნდა აღნიშნო. უნდა ვთქვა, რატო უნდა ვიყო ვიღაცაზე გადარეული. არც სხვისი ფული მჭირდება რომ იმან გადამრიოს. მე თვითონ ყოველთვის ჩემთან მე თვითონ პატრონი. არავისგან არაფერი არ მიმიღე, არც მეთხოვია. შემიძლია თუ კაი ლაფაზი საყვარელი ბოლოდა და მას თქვათ მოელო ჩემთვის, მაგრამ არც ეს მიგადრია. რა ხდება დღეს ქართულ პოლიტიკაში? ძალიან უნიათოები არიან. რასაც აკეთებენ, იმასაც ვერ აპიარებენ როგორც ამბობს ადამიანი. ეხლა არის რაღაცები, რაც ამათ დატოვეს, მოეწონათ იმათ შეცდომები. გინდათ კაი გადასახადები. ძალიან ცუდი გადასახადები. გინდა ბიზნესში. აი ბიზნესში ახლა არ არის ის მდგომარეობა, რომ თქვათ არ მიიღო მხედველობაში გადასახადები. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა. იკეტება ყველგან. გაიარეთ ხო დადიხართ და ნუ რა თქმა უნდა. ლიკვიდაცია იყიდება
დაიგედა, იყიდება, ქირავდება, უკვე დაიხურა და ქირავდება, დაიხურა, ვერ აქირავებს, აქირავებს და ურთვეში ისე უგდება, რომ ვერ ვიმუშავე და ნახვამდის, მიდის, ისევ დავიდან ქირავდებ. შეამცირე გადასახადები. არ არის სწორიც. არ არის, შენ უშევარსწორებ ამ ხალხს. აი მე მაგალითად რომ დავკეტო ჩემი ბარი, ეს ხალხი ხომ უშევარი, მეც ჩემი უსახსო, ну ახლა მოგძებნი მე რაღაც, მაგრამ ისე ვიძახი. ის ხალხი ვინც მუშაობს, ისიც ასევე ჩემნაირად ვინც არის, ხო? გამწვანებას რა უქნეს? გედაუტირეს მთელ თბილისს. ასად აღარ არის, ნაძვი ყველგან მოჭრილი, აშენე, რას აშენებ? ვის უნდა ამ ცენტრში ამდენი აშენება? ბოლო ინფორმაცია, რომელიც იყო ძალიან სამწუხარო და მაყურებლების ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია, ეს უკავშირდებოდა სოციალურ ქსელს, კოტე თოლორდაბას დედის გარდაცვალების ამბავი, სადაც თან იყო ნახსენები, რომ თქვენ თვითონ დაადასტურეთ ეს ყველაფერი. რითი უნდა რეგულირდებოდეს მსგავსი დანაშაულები? რატომ უჩდება ხალხს მსგავსი თემის გაკეთება? მე რო გავიგებ ადამიანის სულ ამბავ, ну а მართლა გეუბნებით, აი ხანცხან სოფლელი ქალები თავს გამოვიტყვე, ფოტოს ამბავი რო გავიგე, მე არ ვიცი რა დამემართა. მე არ ვიყავი ტელევიზორთან ახლოს და რომ მოვედი სახში, ჩემი დაზი და ცუდი ამბავი და ვაიმე ვიფიქრე რა. კოტე, ვინ კოტე? მე რა, ვინ კოტე, ვინ ყავს კოტე? აი აღარ გამახსენდა, არ დაუშვიდე. კოტე. ლენოს კოტე. გავიგე. და ისეთ აღმავლობაში იყო ეს ბავშვი და ისეთი წარმატებული იყო ბოლოს, რომ სულ ფიქრობდი რა, ეხლა უკეთეს კიდე რაღაცას ითამე, შეიძლება იქაც მიიწვე, შეიძლება ამერიკაში, შეიძლება იქაც და აი ეს ნიჭიერი ადამიანი და ნუ თუ ვიღაცას უხარია, ამ მართლა გაუბედურებული ქალის ერთადერთი შვილი რომ დაკრძალა. ამ ქალის პირიქით როგორმე ფეხზე დადგეს. სამი ყავს, მეოთხეს ველოდებიან, იმათ შეხედოს. ისინი ხო მისი შვილები არიან. ისინი ხო მისი სიცოცხლეები არიან, მისი გაგრძელება არიან. კი, უჭერს იმას, სკოტეს გარეშე ყოფნა, მაგრამ ადამიანია და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მართლა მე დამირეკა პრაიმ ტაიმმა და მკითხა, რომ როგორი მდგომარეობა. მე ვთხარი, მძიმეა როგორც იყო. ტულს არ ვამბობ. მძიმეა, აპარატზეა. რატომ გონიათ ახამდე რატომ მივიდო? იმიტომ რომ ფილმების ანთება რო გექნება და ადამიანი ვერ მიხვდებიან დახველებით, ალბათ დავიცავს არ მიხედა. მე ვთხარი და არ დააფიქსირა რა შეჭირს. და მივიდა, გამდერო გაითიშა კარი. მაგრამ ყველაფერს აკეთებს. უდიდესი მადლობა მეთქი მინდა უთხრა ჯანმრთელობის სამინისტროს, ექიმებს, რომ არაჩვეულებრივად არაფერში არ შეაწუხეს. ყველანაირად ყველაფერი გააკეთეს მაღლობაზე. ეს მინდა უთხრა, ეს იყო ჩვენი საუბარი. ველოდებით გამოჯანმრთელება. მირეკავს ისევ ის პრაიმ ტაიმი და მეუბნება, გამრაზა, კოტეს დედა, რას ლაპარაკობთ? მე ვთქვა, ეხლა გადავამოწმებ მეთქი, გული გამისხდა, მე ვთქვის ვერ გავიგე ამ პერიოდში და რეკავ მის მიშულთან. ნინეჩკა, ты была у неё? А что? Вами михте, что Нина цазе. Не знаю, что-то плохое сказали мეთქი და. Нет, слушай, я только что была у неё. ახლა გადავრეკე სამონტოფოში. იქაც მითხრეს უკეთესობა არის ცოტა. გადავრეკე, მითხრე, საიდან მოიტანეთ? გავრცელდა ინფორმაცია და ვითომ თქვენ თქვით. რითი შეიძლება ეს ყველაფერი რეგულირდებოდეს? აი თქვენ თუნდაც რას აპირებთ იმის გამო, რომ თქვენი ინფორმაცია გავრცელდეს? ვინ იყო ავტორი? მე აუცილებლად მინდა გამოვიყურე ვინ არის. და ვკითხავ, რატო გააკეთა, გაუხარდა, ვერ გაიგო ვიღაცის ნათქვა, რატო ჩქარო შეამოწმე. თქვათ მოგეჩვენა, რომ თქვა ვიღაცამ, რომ არა. გადაამოწმე, იგივე მე კითხე, მომეცით რა ტელეფონი გავიგო, იმის ხახანი მას შეუძლია დაარეკვა, შენც გაიგე ჩემი ტელეფონი. ეხლა არ გვიფიქრე პრინციპში რა შეიძლება თქვენთვის გვეჩუქებინა და მე ვფიქრობ რომ გესიამოვნებათ და თქვენს საფრთხე და წყალის მესიამოვნება. აი ეს წყალი რო დამიდგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მოდით შემოვიდა საჩუქარს და შემდეგ ნახოთ. ვაიმე რა სილამაზია. დედა ჩემი შვილიშვილის თუ გადაირება. დედა რა სილამაზია. გავგიჟდი. აი ვინ გააკეთა თექა ეს ხო? თექა. დედა რა სილამაზია. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის. ძალიან დიდი მადლობა, ირაკი ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა. მომწონხარ და მიყვარხარ და მერთმა ამრავლოს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მოსიყვარული ადამიანები, რომლებიც იფიქრებენ, რომ ქვეყანა არ დაიღუპოს, არ დარჩეს თბილისი და ქუთაისი და გორი
დიახ. გზა გადაგჭირ. დიდი მადლობა.